ამოვედით მაცხოვრის ალბომის ტაძრის ცისტერნიდან. მოკლედ, ეხლა საქმე რა შეგითხრათ. არ უნდა ესე ამაზული. არ უნდა ესე ლამაზი ლაპარაკი, ეხლა ჯერ სად ვისვენებთ, დავიწყოთ იქიდან. ეხლა ვართ გოლგოთაზე და გოლგოთა ხო არ არის მარტო ეს ჯვარცმის ადგილი, ეს ბორცვია გოლგოთა და ზუსტად შეეფერება ჩვენ მდგომარეობას, იმიტომ რომ სული ამოსვლაზე კი არ მაქვს, უკვე სული ჩანთაში მიდევს, რომ გზაში არ დამეკარგოს, იმდენი ვიარეთ დღეს. მაგრამ ეხლა რა ხდება დღეს? მართალია ქართულ კლასს ვიღებდით, მაგრამ გიორგი დილიდან, ასე ვთქვათ, გამომიწვია და გარკვეული თამაში გვაქვს, ეხლა ის თუ თამაშია, ვანთ არ ვიცი, თამაში არ არის, პრინციპში ამ ყველაფერს თქვენთვის ვაკეთებთ. მოკეთ როგორია იერუსალიმი, ხა მოვხები. ერთი არის რაც არის ზედაპირზე მომლოცველებისთვის და ტურისტებისთვის. ხო, ნუ სტანდარტულად იადოურუსა, მაცხოვრის ალბომის ტაძარი და ძირითადად მაინც ეს არის, ხო? ხო, ნუ დავითის ქუჩა, ბაზრები და ასე შემდეგ. მეორე არის დამალული მონასტრები, რომელსაც აქაური გზამკვლევები და მხარეთმცოდნეებიც კი ყველანი არც ისე კარგად იცნობენ. და არსებობს კიდევ უცნობი იერუსალიმი, მე მგონი იერუსალიმელებისთვისაც უცნობი. ანუ ძველი ქალაქის ხალხს გულის ყოფილი, თორე იქით ვინც ცხოვრობს, იმათთვის გონში არ არიან. ხო და ეხლა ბევრი რამ გადავიღეთ და ეხლა რა უნდა გავაკეთოთ? ეხლა ჩვენ უნდა ვიპოვოთ ერთი სრულიად საოცარი ადგილი, რომელიც ასევე აქ თითქმის არავინ არ იცის. ძველ რომაულ ქალაქს, ელია კაპიტოლინას, ბევრჯერ ვახსენ ეს უკვე. პირდაპირ ეს სწორედ ჩრდილოეთიდან სამხრეთით კვეთდა მთავარი ქუჩა კარდო და კარდოს შუაზე კვეთდა შედარებით არ, ნუ მეორე ხარისხოვანი, კარდოს მეორე ხარისხოვანი, ანუ ჯვარი კეთდებოდა ერთგვარი ქუჩა დეკუმანუსი. ეხლა რა ხდება აქ ამ ორ ქუჩაზე? მოკლედ, ამ კარდოსა და დეკუმანუსის რომაული ქუჩების, რომლებიც დღეს აღარ არსებობს, ერთადერთი რაღაც 100 მეტრიანი არქეოლოგიური ფენაა და იმასაც გაჩვენებთ, გათხრილი. კვეთაზე არის იერუსალიმისთვის მეტად უცნაური ტაძარი, ხარების ტაძარი. ამ ტაძრის ისტორია რეალურად დაკარგულია, არავინ არ იცის. იქ ადრე იყო ბიზანტიური ტაძარი და შეიძლება ქართული იყო და შეიძლება არ ვიცი ვისი იყო, საერთოდ ისტორია არ არსებობს. შემდეგ ეს ბიზანტიური ტაძარი ჯვაროსნებმა გადააკეთეს და შემდეგ ეს ფართი როგორც იმიტომ რომ მიწის ქვეშ არის, ნახავთ ყველაფერს. შემდეგ ეს როგორც კომერციული ფართი გაქირავდა. და ახლა იქ არის ერთ-ერთი კაფე, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ კაფეა და თითქოს გამოსაჩენ ადგილას უნდა იყოს, არც ეიოლის აპონელია. ხო და ეხლა გიორგი ალბათ შემოკარგო. შეგიძლია ეხლა. რაღაცა აზარტში ვართ, რომ დღეს შეგიძლია ეხლა წახვიდე ჩემ წინ, მე უკვე გამოყვევი. ჩვენ მაყურებელს დაათვალიერო არაბული ბაზარი, აი ეს რაც მიდის ძველ ქუჩა კარდოზე, რომელიც ეხლა ზეთისხილის ქუჩა ქვია ამას, ზეითუნ. ხო და რაც შეეხება როგორ უნდა იპოვო? აქ ყველაფერი ადრე იყო ბაზრებით. ყველგან იყო ბაზარი, ყველა ბაზარს ერქვა თავისი სახელი, ხო ესია და ჩვენ ეხლა უნდა მივიდეთ ერთ-ერთ ისტორიულ ბაზართან, აქ არის მურისტანი, ეს ცნობილი ადგილი, ტყავის ბაზარი, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ჩვენ უნდა ვნახოთ ბაზარი ალ-ბაშურა. ეხლა ეს ალ-ბაშურა რა არის, რომ მივოთ იქ გეტყვით. აბა წავედით. ესე იგი, ჩვენ ვართ ეხლა სად? მიწისქვეშ არის რომაული ქუჩა კარდო. აქ არის ზეთის ზეითუნის უკვე არაბულად როგორც ქვია ქუჩა. იერუსალიმიც არიელია, მაგრამ აქ ხედავთ, რომ მაღაზიები არის აქ. გარკვეული ნაწილი ღია, ნუ ნახევარი მაინც. და ამისი მიზეზი არის ერთი რამ. ეს მაღაზიები რომ მუშაობს. ეს არის ძველი ქალაქის გზის ის მონაკვეთი, რომელიც მართალია ტურისტულ მარშრუტზეა, მაგრამ ამ ქუჩაზე ძირითადად ვაჭრობენ, ანუ რამის ყიდვა რო ჭირდებათ, ადგილობრივებიც და შესაბამისად აი ამ ადგილობრივების ხარჯზე აი ამ პატარა ქუჩამ დამასკოს კარიბჭიდან, იმიტომ რომ დამასკოს ზემოთ კიდე ბაზარია, დამასკოს კარიბჭიდან აი აქამდე შეინარჩუნა თავისი თავი, იმიტომ რომ ეს ადგილობრივებს ჭირდებათ ეს ბაზარი. ანუ
ჩვენს უკან დამასკოს კარიბჭეა და ეს მთლიანი მონაკვეთი არის ძველი რომაული ქუჩა კარდო. ოღონდ მიწის ქვეშ. ჩვენ ვართ ახლა მის ზემოდან. აი ტყავის სამქროებია, საიუველირო მაღაზიებია. განსაცმელია, სუვენირები ნაკლებად არის, იმიტომ რომ ეს ადგილობრივებისთვის არის, თუმცა არის სუვენირების მაღაზიებიც. ვაჩვენოთ ეს. რა ვიცი, შემორჩა აქ ძველებული სიდიადიდან ეს ბაზარი. და უნდა მოვნახოთ ალიბაშური. ეხლა ეს ქუჩა არის ყოფილი კარდოს ქუჩა? ეს არის ყოფილი რომაული კარდო. ყოფილი როგორ მიწის ქვეშ არის კარდო, არქეოლოგიური ფენაა, მაგრამ ბოლოში უკვე ებრაული კვარტლისკენ პატარა ნაწილი არის გათხრილი და რო ჩაიხედავ ჩანს ის რაც იყო ქვემოთ ეს კარდო. აქ იყიდება სანელებლები, საოჯახო ნივთები, რა ვიცი, რაც ჭირდება მოსახლეობას ადგილობრივს. ჯანჯაფილი აგერ. აქაურობა ცნობილია თავისი ფინიკით. ცხადია, აქ ფინიკის პალმებია და ნახე ეს ჯანჯაფილი ამოსულა. შეგიძლია წაიღო და დარგო ესე და ამოვა უკვე ბუჩქი. ნახე პირველად ნახე აქ გაღივებული ჯანჯაფილი ჩვენ სუპერმარკეტებში მყარია ყველა. აი ესენი როგორ უნდა ნახო, ნახე რაღაცაში ამოვლებული ნიგუზის ლებნებია. სასწაულია ეს ქუჩა, იმიტომ რომ აქ ამათი ადგილობრივი სანელებლებია. ნახე აი ეს ფინიკებს ხო ხედავთ, ეს არ ვიცი ერიქონის არის თუ არა, ეს მე მგონი კიდე სხვა. აი ნახე როგორ შავი ნიგოზია. ანანასის ჩირი. და აი ეს ღაპარი რო არა ჩვენ ახლა ამოთ. ნახე თების სუნელების. და ამასთან თმები რა შუაში არ ვიცი. როდესაც აქ მოხვდებით, საერთოდ ფინიკი უნდა იყიდო იერიქონში. იერიქონის ფინიკი არის ძალიან დიდი, კურკა აქვს ძალიან პატარა, არის ქარვისფერი, წვნიანი. ესეთი ფინიკი არასოდეს არ გექნებათ ნანახი. იერუსალიმშიც კი ჭირს იერიქონის ფინიკის ნახვა, იმდენად ის დელიკატესია განსაკუთრებული. ფასებს რაც შეეხება არის საკმაოდ ძვირი. როგორც ჩვენ საქონელი უკვე აი ამ ვითარების გამო რაც არის ისრაელში ვეღარ შემოაქვთ, ან აღარ შემოაქვთ, იმიტომ რომ ყიდველიც არ არის და იყიდება ის რაც იყო. აი ეს რაღაცა ნაშთების ამოყიდვის თემა უფროა. ეხლა ჩვენ მოვედით თითქმის კვეთაზე მოდი. აი აქ არის სამკაულები საინტერესო. ეხლა აქ უნდა ვიპოვოთ ეს კაფე, ესე იგი? კარდოს ქუჩა. წერია. ხო, მოდი ბარემ ესეც ვაჩვენოთ. هاي حاطين له حته سلاقي معقول هذا كمان აი ეს არის ძველი კარდო რომაული. აი დაბლა ჩაახედე. აი ეს არის კარდო, ანუ ეს რის საშუალებას გვაძლევს ახლა იცით თქვენ რასაც ხედავთ, რომ წარმოიდგინეთ, რომ ქალაქი იყო იქ, დაბლა. ჩავიდეთ, ანუ. ჩადი შენ.
ეს არის კარდო, ეს არის ბაშურა. აი ამ კარის უკან არის კაფე. რომელიც შიგნითაც არის, ანუ ეს ბაშურ, ანუ სიტყვა თვითონ რო თარგმნო, ნიშნავს ხარებას. და ამ ქუჩამაც და ამ ბაზარმაც ეს ბაშურა, ანუ ალბაშურა სახელი სავარაუდოდ იმიტომ შეინარჩუნა, რომ აქ ხარების ტაძარი იყო. ხარების ტაძრის ადგილას, როგორც თქვით, ზემოთ შიგნით ახლა კაფეა, არის ტაძრის ინტერიერში, მაგრამ დაკეტილია და აქ როდესაც ვკითხეთ გარშემო მოვაჭრეებს, ასეთი რამ გვითხრეს, რაც პრინციპში ყველგან ხდება სხვაგან, ის ხდება აქაც, რომ უმიროაო და ხალხი რო არ არისო, ესეც დაკეტილია და ვაჭრობა არ არისო და სულ დაკეტილია, მაგრამ ზოგჯერ რომ ისი მფლობელი მოდის ხოლმე დილაობით. თუ გაგვიმართლა სანამ აქ ვართ და რომელიმე დილას შემთხვევით მაინც ვნახეთ ეს კარგია, სხვათა შორის იქ თითქოს შუქი დატოვებული აქვს რაღაცა. თაღით ჩანს ის შესასვლელი. და ნახე როგორ აწერია. ძველი რომაული რესტორანია. მოგლეთ დღეს არ გაგვიმართლა, მაგრამ ჯერზე გავხსნა. ყოველ შემთხვევაში ვიპოვეთ ეს. კარგი, ეხლა წავიდეთ და გზა გავაქცევათ.